გერმანიის ელჩი საქართველოში დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ორტვინ ჰენიგი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტებით დაინტერესდა. მერის მოვალეობის შემსრულებელმა გერმანიის ელჩს მერის პრიორიტეტები, იაფის სახლის მშენებლობის პროექტი, დასაქმებისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მხრივ დაგეგმილი საკითხები გააცნო. ორტვინ ჰენიგი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებსაც გაეცნო. მისი განცხადებით ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და ახალ ფაზაში გადავა. ვისაუბრეთ მოსახლეობის პრობლემებზე, სოციალური წყალმომარაგებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. გერმანული ბანკი უკვე წლებია ჩართულია წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში და ამ თანამშრომლობის გასაგრძელებლად საომავლოდაც მზად ვართ. გერმანული ბანკი გააგრძელებს ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩასატარებლად დაგეგმილი პროექტის მხარდაჭერასაც. საკითხები, რაც ერთმანეთს ჩვენ გავუზიარეთ, თითქმის ყველაზე მასაც პასუხი ჰქონდა და ასევე რა თქმა უნდა ჩვენც ჰქონდა პასუხი და თუ როგორ უნდა გამოსულდეს ეს პრობლემები, რაც ქალაქს აგვდა KfW-ს გარეშე არ გადაწყდება არაფერი რა. პირველ რიგში ჩვენი დაინტერესება რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და იგივე აზრი აქვს KfW-ს. და თუ არ ვთქვი ივლისის თვეში ერთხელ კიდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასე რომ ჯერჯერობით არაფერი არ გადაწყვეტილი. მაგრამ დარწმუნებული ვართ რომ აუცილებლად გაგრძელდება ეს პროექტები, რაც დაწყებულია KfW.